როგორ შეუშალა ხელი ლევან ცუცქირიძემ გახარიასა და ხაზარაძეს შორის ასეთ საჭირო ერთობას. რა მოხდა ეხა რეალურად ხელზე დაიხვია ეს გახარიამ თუ აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? ჩვენი პოზიცია იყო რომ ჩვენ ამ ეტაპზე მიგვაჩნია რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და ამასთანავე გვაქვს შეკითხვები. ამიტომ ვერ წმუნდებით რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მათ შორის იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ამ ეს სანამ მამუკა ხაზარაძე იქ შევიდოდა და ხელს ჩამოართმევდა გახარიას, თქვენი ეს პოზიცია არ იცოდა ესე. როგორ არ იცოდებ? ჩვენი პოზიცია მანამდეც ნათქვამი ქონდა. ანუ სავარაუდო ერთიანობა გამოიწვევდა იმას, რომ თავისუფლების მოედანი დატოვებდა კოალიციას. არ ვიცი რა მოხდებოდა თუ, მაგრამ იყო კოალიცია, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კოალიციას, რომელსაც დაჭირდებოდა ყველა მისი სუბიექტის თანხმობა. და ამ კითხვებზე პასუხის და იმის დარწმუნების გარეშე რომ ეს იყოს სწორი და მორალურად გამართლებული ერთობა, ჩვენ ამის მომხრე არ ვიქნებოდით. რა შეიძლება მომხდარიყო ეგ უკვე ჩავეძიები, მაინც მეგონი ეს საინტერესო ესე დეტალებში გქონი არ განხილულა, შეიძლება განხილულა და მე არ მინახავს. მე რა მოინტერესებს? აი ეს პასუხების მიღება როგორ წარმოგედგინათ პრაქტიკულად, რომ აი პირობითად გახარიასთან ერთად დამსხდარიყავით და დახურულ კარს მიღმა ან კამერებთან, არ ვიცი, გესაუბრათ მეტი 20 ივნისზე?